Ჩვენი მზის სისტემაში არის ერთი პლანეტა, რომელსაც მეცნიერები დიდი ხანია დედამიწის ბოროტ ტყუპად მოიხსენიებენ. არა იმიტომ, რომ ისინი გარეგნულად გვანან ერთმანეთს, არამედ იმიტომ, რომ თითქმის ერთნაირი ზომა, წონა და შემადგენლობა აქვს. მაგრამ მაშინ, როცა დედამიწა სავსეა სიცოცხლით, ეს პლანეტა პირდაპირ მნიშვნელობით ჯოჯოხეთად იქცა და მისი სახელია ვენერა. პირველი შეხედვისას ეს ვარსკვლავი ღამით უბრალოდ ჩვეულებრივ ნათელ ობიექტად გეჩვენებათ. სინამდვილეში ეს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ობიექტია ცაზე, რომელსაც მთვარის შემდეგ ვხედავთ, მაგრამ მოთხრობები, რადგან ვენერას განსაკუთრებული თვისებები აქვს, ამ პლანეტას შეუძლია გაადნოს რკინა, გაანადგუროს კოსმოსური ხომალდი და მოკლას ზონდი, სულ რამდენიმე წუთში. მიუხედავად ამისა, და ცივი ომის პერიოდში ერთი ქვეყანა მრავალჯერ ცდილობდა ამ პლანეტაზე შეღწევას. ეს იყო საბჭოთა კავშირი. დღეს, როცა თანამედროვე მსოფლიო დაკავებულია მარსით და იქ მომავალი კოლონიების შესაძლებლობით, 1960-იან წლებში რაღაც უჩვეულო მოხდა. იმ დროს მეცნიერები უფრო მეტად ვენერაზე იყვნენ კონცენტრირებულნი და არა მარსზე. მაგრამ სანამ დავიწყეთ, არ დავიწყეთ ამ ვიდეოს მოწონება. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა და ეხლა დავიწყოთ. რადგანაც ადრეც კი ასტრონომებს უკვე იცოდნენ, რომ მარსი ცივი და მშრალია. ეს კარგად ჩანს დედამიწიდან ძლიერი ტელესკოპებით. მაგრამ ვენერა სიტუაცია სხვანაირია, მისი ზედაპირი არ ჩანს. ეს ზედაპირი დაფარულია ძალიან სქელი ღრუბლებით, თითქოს მუდმივი ქარიშხალია. ამის გამო, მაშინ ბევრი მეცნიერი ფიქრობდა, რა შეიძლება ყოფილიყო მის ქვეშ. ზოგი ფიქრობდა, რომ ეს შეიძლება ტროპიკული ჯუნგლების სამყარო ყოფილიყო. სველი პლანეტა, სავსე წვიმით, ჭაობებით, უცნაური მცენარეებით და უცხო პლანეტელი არსებებით. იმიტომ რომ ის მზეს უფრო ახლოსაა ვიდრე დედამიწა, სხვები ფიქრობდნენ, რომ შეიძლება უბრალოდ ოდნავ უფრო ცხელი იყოს, მაგრამ მაინც შესაძლებელი იყო, რომ სიცოცხლე არსებობდეს. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი აფრთხილებდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ცნობილი ასტრონომი კარლ საგანი. მისი ანალიზის მიხედვით შესაძლებელია ვენერა სამოთხე არ იყოს, არამედ ძალიან ძიმე სათბურის მსგავსი პლანეტა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სითბო შეიძლება ატმოსფეროში ჩაიკეტა, რის შედეგადაც პლანეტის კლიმატი სრულიად უკონტროლო გახდა. და როდესაც საბჭოთა ზონდები მივიდნენ, სწორედ მაშინ დაიწყო სიმართლის გამჟღავნება. კოსმოსური რბოლის პიკზე შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი მხოლოდ მეცნიერებას არ ეძებდნენ. ეს იყო სიამაყის, პროპაგანდისა და გლობალური დომინირების ბრძოლაც. მსოფლიო უკვე გაოცებული იყო, როდესაც საბჭოთა კავშირმა გაუშვა სპუტნიკ 1, პირველი ხელოვნური თანამგზავრი ისტორიაში. შემდეგ მათ იური გაგარინი გაგზავნეს, როგორც პირველი ადამიანი კოსმოსში. ამიტომ ბუნებრივია, რომ მათაც სურდათ პირველები ყოფილიყვნენ, ვინც ვენერაზე მიაღწევდა. მაგრამ ეს მისია ძალიან რთული იყო. გახსოვდეთ, მაშინ ისეთი თანამედროვე კომპიუტერები არ არსებობდა, როგორიც დღეს გვაქვს. არც თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ნავიგაცია, არც მაღალი სიჩქარის პროცესორები და არც დახვეწილი სიმულაციები არსებობდა. მათემატიკური გამოთვლების უმეტესობა პრიმიტიული კომპიუტერებითა და მათემატიკური შეფასებებით ხდებოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, საბჭოთა ინჟინერებმა მაინც განაგრძეს თავიანთი დროის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი, ვენერას პროგრამა. ეს იყო საბჭოთა კოსმოსური მისიების სერია, რომელიც სპეციალურად ვენერას შესასწავლად შეიქმნა. და სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე საშიში კვლევითი პროექტი იყო. კოსმოსური მეცნიერების ისტორიაში ზონდები პირველად 1960-იანი წლების დასაწყისში გაუშვეს. მაგრამ ისინი განმეორებით ქმარს ხდებოდნენ. ზოგი ზონდი კოსმოსში იკარგებოდა, ზოგი კი გაშვებისას ფეთქდებოდა. და ზოგიერთი მათგანი კავშირსაც კარგავდა. ზოგი სულად ნადგურდებოდა, სანამ მიზანს მიაღწევდა, მაგრამ საბჭოთა კავშირი არ გაჩერებულა, რაც უფრო მეტი მარტზე ხდებოდა, მით უფრო კარგად ხვდებოდნენ, რამდენად მტრული იყო ვენერა. სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ ვენერას ატმოსფერო თითქმის სუფთა ნახშირორჟანგისგან შედგებოდა. საბჭოთა და მოგვიანებით NASA-ს მისიების მონაცემებით, ვენერას ზედაპირზე ატმოსფერული წნევა 90-ჯერ მეტია ვიდრე დედამიწაზე. რო გაიგო რამდენად მძიმეა ეს, წარმოიდგინეთ თითქოს ზღვაში 1 კილომეტრი წყლის წონა გაწვება. და პრობლემა მხოლოდ წნევა არ არის. ვენერას ზედაპირზე საშუალო ტემპერატურა 800 ფარენჰეიტს, ანუ 460 ცელსიუსს აჯარბებს. ის მერკურიზე უფრო ცხელია, მიუხედავად იმისა, რომ მერკური მზესთან უფრო ახლოსაა, მაგრამ რატო? ეს გამოწვეულია უკონტროლო სათბურის ეფექტით. პლანეტარული მეცნიერებისა და NASA-ს მონაცემების მიხედვით, ვენერას ატმოსფეროში სითბო გამომწყდებულია, რადგან იქ ნახშირორჟანგის ძალიან სქელი ფენა არსებობს. და რაც უფრო მეტად ცხელდება პლანეტა, მით უფრო კარგავს გაგრილების უნარს. შედეგად კი მივიღეთ პლანეტა, რომელიც გიგანტურ წნევის ქვაბს გავს. და სწორედ იქ სცადა დაშვება საბჭოთა კავშირმა. 1970-იან წლებში ვენერას მისიებმა გარღვევების მიღწევა დაიწყეს. ისინი უბრალოდ ვენერასთან მიახლოებას არ კმაყოფილდებოდნენ.
ნელ-ნელა ისინი მის ატმოსფეროში შედიოდნენ და როცა ზონდები ქვემოთ ეშვებოდნენ, მათ საოცარი რამ აღმოაჩინეს. ვენერას ხრუბლები, ჩვეულებრივი წყლის ხრუბლები არ არის. ეს არის გოგირდმჟავას ხრუბლებები, მჟავაწმიმა, მომწამლელი ჰაერი და თითქმის არ არის ჟანგბადი. თუ ვინმეს უცებ ვენერაზე დაუცველად განათავსებენ, ალბათ რამდენიმე წამში დაიღუპება და ზონდებიც. და მიუხედავად ამისა, იყო ერთი მისია, რომელიც საბოლოოდ ისტორიული გახდა, ეს იყო ვენერა 7-ის დაშვება. ეს იყო პირველი კოსმოსური ხომალდი ისტორიაში, რომელმაც წარმატებით გადმოგვცა მონაცემები სხვა პლანეტის ზედაპირიდან. თუმცა დიდხანს არ გაგრძელდა. ეს საკმარისი იყო იმის დასამტკიცებლად, რომ ვენერას ზედაპირზე მიღწევა შესაძლებელი იყო. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა თავისი მისიები. და როდესაც შემდეგი ვენერა ზონდები მივიდნენ, სწორედ მაშინ პირველად იხილა ადამიანმა ვენერას ნამდვილი სახე. ეს არ იყო ჯუნგლები, ეს არ იყო ოკეანის სამყარო, ეს არ იყო უცხო პლანეტელთა სამოთხე, ეს იყო მკვდარი მსოფლიო, ბნელი ცა, კლდოვანი და განადგურებული რელიეფი, სქელი ნარინჯისფერი ატმოსფერო და სიცხე თითქოს უსასრულო აპოკალიფსია. ვენერა 13-ის მისიის ფოტოებზე დაყრდნობით, ვენერას ზედაპირი ჰგავს ვულკანურ უდაბნოსა და ინდუსტრიულ ღუმელს შორის ნაზავს. ზონდები მხოლოდ 1 საათის განმავლობაში ძლებდნენ, სანამ უკიდურესმა პირობებმა საბოლოოდ არ გაანადგურა ისინი. და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც თითქმის აღარავინ დაბრუნებულა იქ შემდეგ. არა იმიტომ, რომ მეცნიერებს არ აქვთ ინტერესი, არამედ იმიტომ, რომ ძალიან რთული და ძვირია ისეთი კოსმოსური აპარატის შექმნა, რომელიც ვენერაზე გადარჩენას შეძლებს. სინამდვილეში დღემდე ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ადგილია ზის სისტემაში მისასვლელად. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სახიფათოა, ვენერა მაინც მნიშვნელოვანია თანამედროვე მეცნიერებისთვის. რატო? შესაძლოა ეს აჩვენებს იმ პლანეტის მომავალს, რომლის კლიმატის სისტემა კონტროლიდან გამოვიდა. ზოგი მეცნიერი ასევე ფიქრობს, რომ მილიარდობით წლის წინ ვენერაზე შესაძლოა წყალი იყო. მაგრამ როდესაც სათბურის ეფექტი გაძლიერდა, მისი წყალი ნელ-ნელა აორთქლდა, სანამ მთელი პლანეტა მშრალ ჯოჯოხეთად არ გადაიქცა. და ბევრი მკვლევარისთვის ეს გაფრთხილება შეგვახსენებს, რამდენად მყიფეა ერთი სამყაროს კლიმატის ბალანსი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ 10 წლეულებია ვენერაზე ადამიანის წარმატებული დაშვება არ მომხდარა, ინტერესი მასზე მაინც არ კრება. NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიხედვით, ახალი მისიები გეგმება, რათა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კვლავ შეისწავლონ ეს პლანეტა. რადგან დღემდე მისი სქელი ღრუბლების ქვეშ ბევრი საიდუმლო რჩება დამალული. და ალბათ ვენერას ყველაზე საშიში ნაწილი მისი სიცხე კი არა, არამედ ის შესაძლებლობა, რომ მსგავსი რამ შეიძლება ჩვენს დედამიწაზეც მოხდეს. ამის მიუხედავად, დავბრუნდეთ თემაზე, მიუხედავად ერთმანეთს ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი პრობლემებისა, იყო ერთი რამ, რაც იმ დროს საბჭოთა კავშირს იმედს აძლევდა. ეს იყო ის, რომ მათი ზონდები ვენერამდე მიაღწიეს. თუმცა მათ მისიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ მიიღეს. ორივემ პირველმა საბჭოთა კოსმოსურმა აპარატმა კომუნიკაცია დაკარგა, სანამ დედამიწაზე სრულფასოვან ინფორმაციას გადმოაგზავნიდნენ. ეს გავს იმას, თითქოს მკვლევარი გაგზავნო საიდუმლო კუნძულზე, მაგრამ ზარი გაუწყდა მანამ, სანამ ის კეთხოდა რას ხედავდა. სანამ საბჭოთა ინჟინრები სწავლობდნენ, რა შეცდომა მოხდა, ერთი ქვეყანა ჩუმად ემზადებოდა, რომ ყურადღების ცენტრი დაეპყრო. და ეს არავის სხვა თუ არა, შეერთებული შტატები. 1962 წელს NASA-მ წამოიწყო მისია, რომელმაც შეცვალა ადამიანის შეხედულება ვენერას. ეს იყო მარინერ 2. ეს იყო პირველი წარმატებული პლანეტასთან ჩავლითი მისია ისტორიაში. მან არ განახორციელა დაშვება ზედაპირზე, მაგრამ მისი მიახლოება საკმარისი იყო, რომ შეგვეგროვებინა პირველი რეალური მონაცემები პლანეტაზე. და რაც აღმოაჩინეს, მოლოდინზე უარესიო. როდესაც ზონდი ვენერას უახლოვდებოდა, მან დაიწყო პლანეტის ატმოსფეროდან გამოსხივებისა და ტემპერატურის მონაცემების ჩაწერა. და NASA-ს მონაცემებით უკვე ზედა ატმოსფეროშიც კი ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო. ეს უბრალოდ ცხელი ტროპიკული სამყარო არ არის, არც ჭაობიანი პლანეტა. სინამდვილეში, ეს არის გიგანტური ღუმელი კოსმოსში. მეცნიერების თქმით, მაშინ მარინერის მისიამ დააფიქსირა 400 გრადუს ცელსიუსზე მეტი ტემპერატურა. გახსოვდეთ, ეს მხოლოდ ორბიტიდან გაზომები იყო. ეს ნიშნავს, რომ თავად ზედაპირზე პირობები შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე იყოს. იქ კიდევ უფრო მეტად დადასტურდა თეორია უკონტროლო სათბურის ეფექტის შესახებ. დედამიწაზეც ხომ არსებობს სათბურის ეფექტი. ეს ეხმარება პლანეტას შეინარჩუნოს საკმარისი სითბო, რომ ჩვენ შევძულოთ ცხოვრება. მაგრამ ვენერაზე თითქოს იმ სისტემას მუხუჭი გაუფუჭდა, როდესაც ატმოსფეროში იზრდება ნახშირორ ჟანგის რაოდენობა, სითბო კიდევ უფრო გროვდება. და როდესაც პლანეტა კიდევ უფრო ცხელდება, მისი ეფექტი კიდევ უფრო მძაფრდება, სანამ მთელი მსოფლიო ჯოჯოხეთად არ გადაიქცევა. მაგრამ პრობლემა მხოლოდ სიცხე არ არის. მარინერ 2-მა კიდევ ერთი რამ აღმოაჩინა, რამაც მეცნიერები გააოცა.
აღმოჩნდა, რომ ვენერას ხუბლების ფენა ძალიან მაღალია. მისიის მონაცემების მიხედვით ის თითქმის 80 კილომეტრამდე ადის. ისე ჩანს, თითქოს უზარმაზარი საბანი გადაფარებული იყოს თელ პლანეტას. და რადგან ხუბლები ძალიან სქელია, ტელესკოპებს თითქმის არ შეუძლიათ მისი ზედაპირის პირდაპირი დანახვა. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ NASA-ს უკვე აქვს ახალი ინფორმაცია, ვენერას ნამდვილი სახე წარსულში მაინც საიდუმლოდ რჩება. მაგრამ ერთი რამ ნათელი გახდა, იქ სიცოცხლის არსებობა თითქმის შეუძლებელია. და რადგან გარემო ძალიან სახიფათოა, ამერიკამ ვენერას მისიებისადმი ინტერესი ნელ-ნელა დაკარგა. მათ ურჩევნიათ ბიუჯეტი და რესურსები თხარის მისიებსა და მარსის მომავალ კვლევებზე მიმართონ. არტივად რო ვთქვათ, NASA-მ უკან დაიხია. მაგრამ საბჭოთა კავშირისათვის ეს სხვანაირად იყო. მათთვის ეს გაფრთხილება კი არა, გამოწვევა იყო. იმ დროს, როცა ამერიკა ვენერასგან შორდებოდა, საბჭოთა კავშირმა დაინახა შესაძლებლობა, რომ კოსმოსურ ბოლაში კიდევ ერთი ისტორიული ორიული მიღწევა მოეპოვებინა. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ მალე მიაღწევდნენ გარღვევას, რომელიც თელ მსოფლიოს გააოცებდა. ამიტომ გაჩერების ნაცვლად კიდევ უფრო გააძლიერეს ვენერას პროგრამა. უფრო გამძლე კოსმოსური ხომალდები, უფრო განვითარებული სითბოსგან დამცავი ფარები, უფრო სქელი წნევისგან დამცავი სისტემები და კიდევ უფრო სასოწარკვეთილი სტელობები. იმისთვის, რომ დაეშვათ მზის სისტემაში ყველაზე საშიშ პლანეტას. მაგრამ მაშინ ისინი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ განცდილი ვენერას ნამდვილი კოშმარი. 1966 წლისთვის კოსმოსური რბოლის მიმართულება შეიცვალა. ეს აღარ იყო მხოლოდ შეჯიბრი თუ ვინ პირველი მიაღწევდა კოსმოსს, ეს უკვე ბრძოლა იყო იმისთვის თუ ვინ შეძლებდა ვენერას ჯოჯოხეთში გადარჩენას. როცა 1960-იანი წლები კოსმოსური რბოლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მომენტს უახლოვდებოდა, ამერიკა და საბჭოთა კავშირი უკვე სხვა მიმართულებით მიდიოდნენ. ამერიკა მთვარეზე იყო კონცენტრირებული, საბჭოთა კავშირი კი ვენერას კვლავ არანებებდა თავს. სანამ NASA ისტორიული მთვარეზე დაშვების მისიებისთვის ემზადებოდა, საბჭოთა ინჟინრები ჩუმად ქმნიდნენ უფრო დიდ და გამძლე კოსმოსურ ხომალდებს, ვიდრე მათი წინა ზონდები. იქ დაიბადა ვენერას მისიების ახალი თაობა. ეს აღარ იყო უბრალოდ მეტალის კაფსულა, რომელიც უბრალოდ კოსმოსში იგზავნებოდა. საბჭოთა კავშირმა უკვე იცოდა, რომ ვენერა ჩვეულებრივი პლანეტა არ იყო, ამიტომ თუ მათ სურდათ ნამდვილი ინფორმაციის მიღება აქედან, უნდა შეექმნათ კოსმოსური ხომალდი, რომელსაც პლანეტის სიცხესთან, წნევასთან და ტოქსიკურ ატმოსფეროსთან გამკლავება შეეძლებოდა. ახალი ზონდები უფრო მძიმე იყო, ინსტრუმენტები უფრო რთული და მისია უფრო სერიოზული. მასზე დაამაგრეს სხვადასხვა სამეცნიერო მოწყობილობა, როგორიცაა თერმომეტრი, გაზის ანალიზატორები, წნევის სენსორები და რადარული ხელსაწყოები, რათა გაზომილიყო პირობები ვენერას ატმოსფეროში დაშვებისას. მაგრამ დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დაშვების კაფსულა. ეს იყო ცალკე მოდული, რომელიც თავისით გამოეყოფოდა მთავარ კოსმოსურ ხომალდს ვენერაზე მისვლისას. ამის შემდეგ მისი პარაშუტი გაიხსნება და ნელ-ნელა დაეშვება ქვემოთ. ამ დროს კი ატმოსფეროს შესახებ მონაცემებს შეაგროვებს. ქაღალდზე გეგმა მშვენივრად გამოიყურებოდა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვენერა სულ სხვა ამბავია. როცა ვენერა სამის მისია გაუშვეს, კიდევ ერთხელ მოხდა სისტემური გაუმართავობა, როცა ის კოსმოსში მოგზაურობდა. კომუნიკაცია დაიკარგა მანამდე, სანამ სამეცნიერო მონაცემების გაგზავნას შეძლებდნენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისია ჩავარდა, ერთი ისტორიული რამ მაინც მოხდა. ზონდი ვენერას დაეჯახა. ადამიანის ისტორიაში პირველად ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტი სხვა პლანეტაზე მოხვდა. მართალია ეს წარმატებული დაშვება არ ყოფილა, არამედ პირდაპირი დაცემა. ის გავდა გიგანტურ ლითონის ნაჭერს, რომელიც პირდაპირ უცხო პლანეტაზე ისროლეს. და მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩამოსვლა შემთხვევითობას გავდა, ის მაინც კოსმოსური კვლევის ისტორიის ნაწილი გახდა. საბჭოთა მისიების ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, სწორედ ისინი იყვნენ პირველი ქვეყანა, რომელმაც კოსმოსური ხომალდი მთვარეს, ვენერას და მარსს შეაჯახა. მაგრამ ნამდვილი გარღვევა მხოლოდ 1 წლის შემდეგ მოხდა. ვენერა 4-ის მისიით. ეს იყო პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც წარმატებით გადმოსცა ინფორმაცია სხვა პლანეტის ატმოსფეროდან. და როცა კაფსულა ნელ-ნელა ეშვებოდა ვენერას სქელ ღრუბლებში, მან დაიწყო გასაოცარი ინფორმაციის გადაცემა. ატმოსფეროს მაღალ ფენებში მდგომარეობა შედარებით ნორმალურია. მეცნიერების თქმით, იქ არის რამდენიმე ფენა, რომელიც თითქმის შეიძლება შევადაროთ დედამიწაზე ცხელ დღეს. არც ძალიან ცივა, არც მაშინვე სასიკვდილოა, მაგრამ როცა ზონდი უფრო და უფრო დაბლა ეშვება, ვენერა ნელ-ნელა კოშმარად იქცევა. ტემპერატურა უცებ იწყებს მატებას, ატმოსფერული წნევა ძლიერდება, ჰაერი სულ უფრო და უფრო სქელდება, თითქოს ძალიან ღრმა ოკეანის ფსკერზე ხვინთავ, მაგრამ წყლის ნაცვლად შენზე ზეწოლას ჰაერი ახდენს, თვითონ ჰაერი ეხვევა და სრეს კოსმოსურ ხომალდს. ეს მეცნიერებისთვის იმ დროს უცნაური კონცეფცია იყო. რადგან დედამიწაზე ჩვენ ჰაერს მსუბუქად აღვიქვამთ.
მაგრამ ვენერაზე ატმოსფერო იმდენად სქელია, რომ თითქმის სითხესავით მძიმეა. როდესაც ვენერას კაფსულა აგრძელებდა დაშვებას, წნევა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, სანამ მოულოდნელად გადაცემა არ შეწყდა. სიგნალი გაქრა, კავშირი აღარ იქო. და საბჭოთა მეცნიერების ანალიზის მიხედვით, დიდი ალბათობით კაფსულა ვენერას ატმოსფეროს სიმძიმემ გაანადგურა. თითქოს გაზიანი სასმელის ქილასავით დაიჭყლიდა. იქ მაგ გააცნობიერეს ერთი შემაძცუნებელი სიმართლე. ვენერა ბევრად უარესია ვიდრე ეგონათ. ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდი საკმარისი არ არის. მარტივი სითბოს ფარი საკმარისი არ არის. თუ მათ სურთ ზედაპირზე მოხვედრა, მათ უნდა შექმნან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე რობოტული აპარატი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, მათი შემდეგი ზონდების გადარჩენის შანსი მცირე იყო. საბჭოთა კავშირმა მაინც განაგრძო შემდეგი მისიები. უკანდახევა არ არსებობდა. 1969 წელს მათ გაუშვეს ვენერას მისიების სერია. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ ესეც შეიძლება ვერ გადარჩენილიყო ზედაპირზე მისვლამდე, და ამ დროს ამერიკა დაკავებული იყო მზადებით კიდევ ერთი ისტორიული მოვლენისათვის, რომელიც შეცვლიდა კაცობრიობის ისტორიას. ადამიანის პირველი დაშვება მთვარეზე. ამ ეტაპზე კოსმოსური რბოლის უკვე ნათელი იყო, რომ საბჭოთა კავშირი ჩამორჩებოდა 10 წლეულის ყველაზე დიდ ბრძოლაში, მთვარეზე დაშვებაში. როდესაც ამერიკა უახლოვდებოდა ადამიანის მთვარეზე დასმას, საბჭოთა ლიდერებმა იცოდნენ, რომ მათთვის რთული იქნებოდა ამის დაცევა. მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ბრძოლა მათთვის დასრულდა. მათ კიდევ ერთი მიზანი ჰქონდათ და ეს იყო ვენერა. საბჭოთა კავშირისათვის შესაძლოა სწორედ აქ შეძლებდნენ მათ პოზიციების აღდგენას. თუ ისინი მოახერხებდნენ რევოლუციური აღმოჩენის გაკეთებას მზის სისტემის ყველაზე საშიშ პლანეტაზე, მათ კვლავ შეეძლებოდათ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ ისინი იყვნენ ნამდვილი მეფეები პლანეტათა შორის კვლევის სფეროში. ამიტომ მიუხედავად წარუმატებლობებისა, ისინი არ გაჩერებულან. პირიქით კიდევ უფრო გაზარდეს, გააძლიერეს და გაამაგრეს თავიანთი კოსმოსური ხომალდები. ახალი ვენერას ზონდები აღარ იყო ჩვეულებრივი კოსმოსური კაფსულები. ისინი უფრო ჯავშან ტექნიკას გავდნენ, რომელიც შექმნილი იყო ჯოჯოხეთში გადასარჩენად. უფრო სქელი ფოლადის გარსი, უფრო გამძლე გარე სტრუქტურა და მის შიგნით იყო ტიტანის სფერო, რომელიც იცავდა ინსტრუმენტებს ვენერას ძლიერი სიცხისგან. ისინი თითქოს პატარა ბუნკერს აკეთებდნენ კოსმოსური ხომალდის შიგნით. დამატებით დაამატეს შოკის ამორტიზატორები, რომ დაშვების დროს დარტყმა გაეძლოთ. მართალი რო ვთქვათ, საბჭოთა ინჟინრებს აღარ ჰქონდათ დარწმუნებულობა, რომ ვენერაზე ჩვეულებრივი პარაშუტის სისტემებით უსაფრთხოდ დაშვება შესაძლებელი იყო. და მართალიც აღმოჩნდა. 1970 წელს ვენერას კვლევის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია განხორციელდა. ვენერა 7-ის მისია, როდესაც კოსმოსური ხომალდი ვენერას ატმოსფეროში ეშვებოდა, თავიდან ყველაფერი კარგად იყო. პარაშუტი გაიშალა და კაფსულამ შენელება დაიწყო. მაგრამ მალევე პრობლემა წარმოიშვა. საბჭოთა ინჟინრების ანალიზის მიხედვით, პარაშუტი ან გაიხა, ან გადნა ზედმეტი სიცხის გამო. ამის გამო ზონდი მოულოდნელად ჩამოვარდა. ისევე როგორც ქვა, რომელიც ციდან ადდებენ, სწრაფად, უკონტროლოდ, პირდაპირ ვენერას ზედაპირზე. დედამიწაზე ხომალდი აუცილებლად მაშინვე დაინგრეოდა, თუ ასეთი დაშვება მოხდებოდა. ამიტომ, როდესაც ვენერა 7-ის სიგნალი გაქრა, საბჭოთა კავშირში დამკვირვებლებმა იფიქრეს, რომ ეს კიდევ ერთი წარუმატებლობა იყო. მაგრამ მათ რაღაც უჩვეულო შენიშნეს. სუსტი სიგნალი მაინც მოდიოდა. ანტენა დაზიანებული იყო და ხომალდი ძლიერად იყო დარტყმული. ის მაინც მუშაობდა. სწორედ მაშინ შეძლო ადამიანმა პირველად ვენერას ზედაპირიდან პირდაპირ ინფორმაციის გაგზავნა. ეს მონაცემები საბოლოოდ ადასტურებდა იმ კოშმარს, რომელსაც მეცნიერები ეშინოდათ. ზონდმა გაზომა, რომ ვენერას ზედაპირზე ტემპერატურა თითქმის 475 გრადუს ცელსიუსს აღწევს. რომ გაიგო რამდენად მაღალია ეს ტემპერატურა, ის თითქმის იგივეა, რაც ინდუსტრიულ ღუმელში ან შეშის პიცის ღუმელშია. ჩვეულებრივი ელექტრონიკა ვერ გაუძლებს ასეთ პირობებს, თუნდაც თანამედროვე მანქანებსაც კი გაუჭირდებათ ასეთ გარემოში მუშაობა. მაგრამ შიშის ნაცვლად საბჭოთა კავშირი კიდევ უფრო მტკიცედ იყო გადაწყვეტილი. მათ აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მთვარის რბოლაში დამარცხდნენ, კიდევ ჰქონდათ შანსი ისტორიის შექმნისთვის. ისინი შეიძლება გამხდარიყვნენ პირველი ქვეყანა, რომელიც აღმოაჩენდა სხვა პლანეტების, ვენერას, მარსის საიდუმლოებებს. და შესაძლოა გახდებოდა გასაღები იმის გასაგებად, თუ როგორ ყალიბდება სამყაროში პლანეტები. ამიტომ 1970-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის კოსმოსური პროგრამის მიმართულება შეიცვალა. ახლა ისინი უფრო მეტად ღრმა კოსმოსის კვლევაზე კონცენტრირდნენ. სინამდვილეში 1971 წელს მათ გაუშვეს კოსმოსური ხომალდი, რომელმაც პირველად მოახერხა რბილი დაშვება მარსს. თუმცა სიგნალი მხოლოდ რამდენიმე წამით გაგრძელდა, სანამ საბოლოოდ არ დაიკარგა. მაგრამ ვენერაზე ხელი მაინც არ აუღიათ.
შემდეგი მისიის წყალობით მათ კიდევ უფრო დიდი წარმატება ჰქონდათ, ეს იყო ვენერა 8 მისია. ამჯერად აპარატმა წარმატებით დაჯდა ზედაპირზე და მონაცემები თითქმის 1 საათის განმავლობაში გაგზავნა. და სწორედ იქ საბოლოოდ დადასტურდა, რამდენად შეუძლებელია ვენერაზე სიცოცხლე. გარდა ძლიერი სიცხისა, იქ ატმოსფერული წნევა თითქმის 90 ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე დედამიწაზე. ეს დაახლოებით იგივეა, როგორც 1 კილომეტრით ზღვის ქვეშ ყოფნა. და ეს ყველაფერი არ არის. ვენერას ქვედა ატმოსფერო ასევე სავსეა გოგირდმჟავით. დიახ, იგივე ქიმიური ნივთიერებაა, რაც მანქანის აკუმულატორებში გამოიყენება. მარტივად რო ვთქვათ, ვენერას თითქმის ყველა ასპექტი ცდილობს შენი კოსმოსური ხომალდის განადგურებას. სითბო, წნევა, მჟავა, ტოქსიკური აირები, მაგრამ იყო ერთი რამ, რაც ვენერა 8-ამ აღმოაჩინა და რაც კიდევ უფრო გააგიჟა საბჭოთა ინჟინრები. ვენერას ზედაპირზე საკმარისი სინათლე ყოფილა, ეს ნიშნავს, რომ ფოტოს გადაღება შესაძლებელია. და თუ ისინი წარმატებას მიაღწევდნენ, ეს იქნებოდა პირველი ფოტო სხვა პლანეტის ზედაპირიდან. ამიტომ შემდეგი მისიისთვის საბჭოთა კავშირმა უფრო უჩვეულო კოსმოსური ხომალდი შექმნა ვიდრე ოდესმე. ვენერა 9 მისია. მისი წონა თითქმის 5 ტონას შეადგენდა. ეს იგივეა, რაც ზრდასრული აფრიკული სპილო. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო დასაფრენის სისტემა. საბჭოთა ინჟინრებმა შენიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვენერა 7 ძალიან სწრაფად დაეშვა, ის მაინც გარკვეულწილად მუშაობდა. ამიტომ მათ იფიქრეს, რა მოხდება თუ დიდ პარაშუტს აღარ გამოიყენებენ და მის ნაცვლად ვენერას უზომოდ სქელ ატმოსფეროს გამოიყენებენ. ამიტომ გამოიყენეს ვენერას ატმოსფერო, რათა შეენელებინათ კოსმოსური აპარატი. სწორედ ამიტომ შექმნეს ვენერა 9-ის ახალი აეროდინამიკური დიზაინი. ვენერაზე ხომ ატმოსფერო განსაკუთრებულია. ის იმდენად სქელია, რომ უფრო წყალს გავს, ვიდრე ჩვეულებრივ ჰაერს. ამიტომ, როცა კოსმოსური აპარატი ეშვება, ის ბუნებრივად ნელდება. ეს ხდება ატმოსფეროს ძლიერი წინააღმდეგობის გამო და ყველა წარუმატებლობის, ავარიისა და თითქმის შეუძლებელი მისიის შემდეგ, ბოლოს მათ წარმატებას მიაღწიეს. 1975 წელს ადამიანმა პირველად იხილა ვენერას ნამდვილი ზედაპირი. ეს არ იყო ნახატი, არ იყო არტისტის წარმოსახვა, ეს იყო ნამდვილი ფოტო სხვა პლანეტიდან. და რაც მათ დაინახეს, იყო მშვიდი, ბნელი და თითქოს მკვდარი სამყარო, რომელიც აპოკალიფსის დასასრულს გავდა. ვენერადან გადაღებული პირველი ფოტო არ იყო ისეთი, როგორცაც მაშინ ბევრი ელოდა. არ იყო უცხოპლანეტელთა ქალაქი, არც უცნაური მცენარეები, არც მოძრავი არსებები. ამის ნაცვლად მსოფლიომ დაინახა 7 ადგილი სავსე ქვებით, მტვერით და განადგურებული რელიეფით. თითქოს მიტოვებული ვულკანური უდაბნო იყო. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მისი გარეგნობა უბრალოა, ამ ფოტოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რადგან კაცობრიობის ისტორიაში პირველად ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი ფოტო სხვა პლანეტის ზედაპირიდან. პირველი გამოსახულება ვენერა 9-ის მისიისგან აჩვენებს ბასრ ქვებს და თითქოს ქვიშის მსგავს ნიადაგს სადესანტო აპარატის გარშემო. ვიზუალურად ეს არ იყო შთამბეჭდავი, მაგრამ იმ დროის მეცნიერებისთვის ეს უზარმაზარი წარმატება იყო. ამის შემდეგ მოვიდა ვენერა 10-ის მისია. ხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ და იმ ადგილს, სადაც ის მოხვდა, სხვა სახე ჰქონდა. რელიეფი უფრო ფოთხელი იყო, დიდი ქვებიც ნაკლები იყო და მეცნიერების ანალიზის მიხედვით შესაძლებელია ის ადგილი უძველესი ლავის ნაკადი იყოს. ეს ნიშნავს, რომ ვენერაზე დიდი ხანია ძლიერი ვულკანური აქტივობა. და დღესაც კი ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ აქტივობა ჯერ კიდევ შესაძლებელია. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი უკვე წარმატებით იღებდა ვენერას ფოტოებს, თითოეული მისია მაინც რთული იყო. მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა თავად კამერის სისტემა იყო. ვენერას ატმოსფეროს უკიდურესი სიცხის გამო კამერა დაცული უნდა ყოფილიყო მაშინ, როცა კოსმოსური ხომალდი ეშვებოდა. თუ ასე არ მოხდებოდა, ობიექტივი შეიძლება ადვილად დადნობილიყო ან დაზიანებულიყო, სანამ ზედაპირზე მიაღწევდა. ამიტომ მათ შექმნეს ავტომატური დამცავი საფარები, რომ კამერა დაფარული ყოფილიყო დაშვებისას. პრობლემა ის იყო, რომ ეს ყოველთვის არ მუშაობდა. ზოგიერთ მისიაზე, მაგალითად ვენერა 11-ის და ვენერა 12-ის მისიებს, ობიექტივის საფარის სისტემამ ვერ იმუშავა. კოსმოსური ხომალდი მუშაობდა. დასმა წარმატებით განხორციელდა, მაგრამ კამერის საფარები სწორად არ გაიხსნა. ამიტომ მკაფიო ფოტოები არ იქნა მიღებული. ისე გამოვიდა თითქოს მზის სისტემის ყველაზე საშიშ ადგილას წახვედი, მაგრამ კამერის საფარის მოხსნა დაგავიწყდა. მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვენერას მისია განხორციელდა, ვენერა 13-ის მისია. და ეს იყო მისია, რომელმაც საბოლოოდ მისცა მსოფლიოს ყველაზე დეტალური ხედვა ვენერაზე. პირველად ისტორიაში ადამიანმა იხილა ფერადი სურათები სხვა პლანეტის ზედაპირიდან და როდესაც ეს სურათები გამოქვეყნდა, ყველაფერი კიდევ უფრო უცნაური გახდა. ნარინჯისფერიცა, მკრთალი კლდეები და ხედი, რომელიც თითქოს საერთოდ არ არის ადამიანისთვის განკუთვნილი.
მისიის მონაცემების მიხედვით ზონდი დაეშვა მაღალი რელიეფის ან კლდის მსგავსი ადგილის პირას. ამიტომ სურათებში სიღმის შეგრძნება უფრო მკაფიო იყო. და სწორედ იქ მეცნიერებმა უფრო მეტად იგრძნეს, რომ ეს ნამდვილი ადგილია. არა ნახატი, არა კომპიუტერული გრაფიკა, არამედ რეალური სამყარო კოსმოსში. სურათებში ჩანს თვითონ კოსმოსური ხომალდის ნაწილი და მის ქვემოთ უცნაური მეტალის სტრუქტურები, რომლებიც თითქოს კბილებს ჰგავს. ეს უბრალოდ დიზაინი არ არის, მას თავისი დანიშნულება აქვს. საბჭოთა ინჟინრებმა ხომალდის დასაშვებ სისტემას მეტალის ფარფლები და სტაბილიზატორები დაამატეს, რათა ვენერას სქელ ატმოსფეროში დაშვებისას ზონდი ზედმეტად არ დატრიალებულიყო ან არ შერხეულიყო. რადგან თუ კოსმოსური ხომალდი დაშვებისას სტაბილურობას დაკარგავს, შესაძლებელია მთლიანად გადაბრუნდეს ან დაზიანდეს მანამ, მაგრამ ვენერა 13-ის მისიამ მხოლოდ სურათების გადაღება არ ყოფილა. მას თან ჰქონდა საბურღის სისტემა. დიახ, მან პირდაპირ ვენერას მიწა გაბურღა. მან აიღო ნიადაგის ნიმუშები, რათა შეესწავლა რა ტიპის მასალა ფარავს პლანეტის ზედაპირს. ანალიზის მიხედვით ვენერაზე ზოგიერთი ქვა ჰგავს დედამიწის ვულკანურ ქანებს, განსაკუთრებით გამყარებულ ვულკანურ ფერფსა და ბაზალტის ტიპის მასალებს, რომლებიც ხშირად გვხვდება ჩვენი პლანეტის ოკეანის ფსკერზეც. ეს ნიშნავს, რომ ვენერას ვულკანური ისტორია მართლა ძალიან ძლიერი იყო. კიდევ ერთი რამ გააკეთა ვენერამ, რაზეც დღეს იშვიათად საუბრობენ. მას თან ჰქონდა მიკროფონი. ამიტომ პირველად კაცობრიობამ ვენერას ზედაპირიდან ხმა მოისმინა. ეს დრამატული უცხოპლანეტური ხმები არ იყო. არც მონსტრი იყო, არც უცნაური სიგნალი. ეს იყო მხოლოდ სუსტი ქარის ზუზუნი და თვითონ კოსმოსური ხომალდის ხმა, რომელიც მუშაობდა ძალიან მძიმე ატმოსფეროში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს უბრალოდ ხმაური იყო, უცნაური შეგრძნება გეუფლება, როცა იცი, რომ ეს სხვა პლანეტიდან მოდის. ისე გრძნობ თავს, თითქოს უსმენ სამყაროს სუნთქვას, რომელიც არასოდეს ყოფილა შექმნილი ადამიანის საცხოვრებლად. ვენერა 13-ის შემდეგ, ვენერა 14-ის მისია განხორციელდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვენერას მრავალი ნაწილი სავსეა ვულკანური ქანებით და ვრცელი ბრტყელი ზედაპირებით და ამის შემდეგ ყველაფერი შეწყდა. მას შემდეგ ვერც ერთი სხვა კოსმოსური ხომალდი აღარ დაეშვა ვენერას. დღემდე ეს სურათები პლანეტის ზედაპირიდან გადაღებულ ბოლო ნამდვილ ფოტოებად რჩება. და ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ აღარ დავბრუნდით? პასუხი მარტივია, ეს ძალიან რთულია, ძალიან ძვირია და ჯილდო ძალიან მცირეა რისკთან შედარებით. მარსზე, ამიტომ როვერები მარსზე რამდენიმე წელი ძლებენ, შეუძლიათ კილომეტრობით იარონ და გარემოს სწავლა გააგრძელონ. მაგრამ ვენერაზე, ვენერას ლენდერმა ყველაზე დიდხანს მხოლოდ 2 საათი გაწვა. 2 საათი. ასეთი ძვირი და საშიში მისიის შემდეგ. ამასთან ერთად საბჭოთა კავშირი ძნელმელა დაიშალა 1980-იანი წლების ბოლოსიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე. ქვეყნის პრიორიტეტები შეიცვალა, ეკონომიკა დასუსტა და მათი კოსმოსური პროგრამაც დაზარალდა. ამასობაში NASA-მ არჩია კონცენტრირება მოახდინოს მარსზე და სხვა უფრო პრაქტიკულ მისიებს. და სიმართლე რომ ვთქვათ, რთულია მთავრობის ოფიციალური პირების დარწმუნება, რომ მილიარდობით დოლარი დახარჯონ მისიაზე, რომელიც შეიძლება მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდეს. ამიტომ დღემდე ვენერა თითქმის მიუწვდომელი რჩება. ის კოსმოსურ მასშტაბზე დედამიწასთან ძალიან ახლოსა, მაგრამ თითქოს სხვა სამყაროს ეკუთვნის. პლანეტა, რომელზეც ოდესღაც ადამიანს ეგონა, რომ შეიძლება სიცოცხლე ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ ის იქცა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად, რომელიც მთელ მზის სისტემაში აღმოაჩინეთ.